მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამ ვიდეოს რო ვიღებ, იმიტომ რომ მოეწონება ყველას, ვინც ახლოს არის და ვისაც უყვარს ტექნიკა, უფრო კონკრეტულად smartphone-ები. ჩვენი დღევანდელი სტუმარი და საქართველოში პირველი სტუმარი ესე რომ დავარქვათ, იმიტომ რომ ამ მოდელზე სხვა არც ერთ გვერდზე არ დავჩერჯერობით ვიდეო, გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფლაგმანი Honor Magic 7 Pro. თუ ეს ვიდეო მოაგროვებს მინიმუმ 500 ლაიქს, აუცილებლად მივყვები ამ კონტენტს და შემოგთავაზებთ ბევრ ისეთ ძალიან მაგარ smartphones, რომელიც უბრალოდ აქამდე მარტო YouTube-ში ან ინტერნეტში კონდათ ნანახი. ესე გამოიყურება ჩვენი smartphone და სანამ ზოგად მახასიათებლებზე და შესაძლებლობებზე მოგიყვებით, ერთი-ორი სიტყვით შევეხოთ ამ ბრენდს, Honor-ს, Honor იწერება, მაგრამ Honor იკითხება. Honor-ი წლების განმავლობაში იყო Huawei-ის მფლობელობაში, ესე რომ დავარქვათ და ბოლო დაახლოებით 3-4 წელია, რაც გამოიყვნენ ერთმანეთს და ეხლა უკვე დამოუკიდებლად აგრძელებენ თავის საქმიანობას, ეს გამოიხატება smartphone-ების შექმნაში, ყურსასმენების, კაბელების და ასე შემდეგ. ამ ბრენდის ბიუჯეტური მოდელები შეიძლება დიდად საქებარი არ იყოს, მაგრამ ეს რაც ხელში მიჭირავს ძალიან მაგარი მოდელია და ამას დღევანდელ ვიდეოში ალბათ ბევრი გაიგებთ. წინა მხარეს გვაქვს 6.8 ინჩიანი LTPO AMOLED ეკრანი 120 Hz-იანი განახლების სიხშირით, რომლის პიკური სიკაშკაშეც შეადგენს 5000 ნიტს. ძალიან ბევრია. შეიძლება ამდენი არ სჭირდება ზოგადად smartphones, იმიტომ რომ დაუშვათ 4000 ან 3000 ნიტსაც საკმაოდ გარჩევადია მაღალი პირობების განათებაში, ხო, ყველაფერი ეკრანზე, მაგრამ არ დაუვარგოთ, მოდი, 5000 აქვს და ძალიან მაგარია. უშუალოდ ეკრანის უსაფრთხოების ნაწილში გამოყენებული გვაქვს ნანოკრისტალური დაცვა, რომელიც სტანდარტულ დაცვასთან შედარებით დაახლოებით როგორც ცნობილია 10 ჯერ გამძლეა ნაკაწრების მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გრძელი ფრჩხილები გაქვთ, ესე მარტივად ვერ დაგაწევთ, ამასთან ერთად შეგიძლიათ გასაღებთან ერთად ჩაიდოთ ჯიბეში, ასე შემდეგ. უსაფრთხოების ნაწილში კიდევ ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამ smartphone-ში გვაქვს როგორც IP68, ასევე 69 სერტიფიკატი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავარდნასთან ერთად წყალთანაც საკმაოდ უპრობლემოა. Smartphone-ი მუშაობს Android 15-ზე და ზოგადად Honor-ის, ასე ვთქვათ, საფირმო სისტემა Magic OS 9-ზე, რომელზეც თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ არის იდეალურად ოპტიმიზირებული smartphone-თან. პირადად მე ეს Magic OS-ი მირჩევნია Samsung-ის One UI-ს. Smartphone-ში ჩიპსეტად გამოყენებულია მის უდიდებულესობა Snap 8 Elite, რომელიც უკვე ყველა მიცით რა არის და რეები შეუძლია, თუ არიცით გეტყვით, რომ არის მსოფლიოში ერთადერთი თუ არა საუკეთესო ჩიპსეტი, რომელიც იდეალურია როგორც ენერგოეფექტურობაში, multitasking-ში, gaming-ში, ტემპერატურებში და აბსოლუტურად ყველაფერში. მივადგეთ ამ უდიდეს 3 კამერას, რომელიც რაღაც ცოტა უშნოთ არის გამოწეული. ჯამში გვაქვს ესე იგი 3 კამერა. პირველი მთავარი wide 50 მეგაპიქსელიანი, შემდეგი 200 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო და მესამე 50 მეგაპიქსელიანი ultra wide. ზოგადად ნებისმიერ ვიდეოში ფოტოს ჩვენება ცოტა არაგამართლებული შეგვიძლია ჩავთვალოთ, იმიტომ რომ გამორიცხულია ზუსტად ის დაინახოთ, როგორ ფოტოს ან თუნდაც ვიდეოს იღებს ესა თუ ის smartphone-ი. ამას განაპირობებს თუნდაც ის, რომ YouTube ვიდეოს თავისებურად კომპრესს უკეთებს. ამასთან ერთად, ყველა სხვადასხვა ეკრანი გვაქვს, ესე რომ დავარქვათ, ყველა დავინახავთ სხვადასხვა გამოსახულებას, სხვადასხვა ფერებს და ასე შემდეგ. მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, რომ ამ smartphone-ის კამერა, როგორც დღისით, ასევე ღამით დებს იდეალურ შედეგს. ისევე როგორც ნებისმიერ smartphones, ამასაც რა თქმა უნდა ფოტოში AI ეხმარება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაგალითად მე არ მომწონს Samsung-ის განაგადაღება და განახარიცხი, არამედ დამუშავება, იმიტომ რომ ზედმეტად გაფერადებული და სატურირებული ფოტოები გამოდის საბოლოო ჯამში. ამაზე შემიძლია ვთქვა ის, რომ ცოტა გადამეტებული აქვს HDR-ი, ის სატურაციის პრობლემა, რაც Samsung-ში არ მომწონს, აქ არ არის. სხვა smartphone-ების მსგავსად, აქაც გვაქვს, რა თქმა უნდა, A6-ი. ეხლა ცოტა უცნაური ზუმი გავაკეთეთ ჩემს სახეზე მართალია, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ვინც A6 იყენებთ, თუნდაც მსგავსი მთვარის ფოტოების გადასაღებად ან რაღაც რაღაცეების, იცოდეთ რომ ეგეც აქვს. ამ smartphone-ის მეხსიერება კი წარმოდგენილია შემდეგნაირად. არის როგორც 256, ასევე 512 გიგაბაიტიანი, 12 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და ამასთან ერთად 512 და 1 ტერაბაიტი 16 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. ელემენტი გვაქვს ახალი თაობის 5850 mAh-იანი, რომელიც იდეალურად მუშაობს დაახლოებით მესამე დღეა რაც ეს smartphone-ი მაქვს და ერთხელ დავტენე, სულ რაღაც ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად ვიყენებ smartphone-ს, ცოტას ვთამაშობ, ძალიან ბევრს ვიღებ, ხან იქით, ხან აქეთ, ამასთან ერთად ვტესტავ 3D Mark-ზე, AnTuTu Benchmark-ზე და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი ისეთი ფლაგმანური მონაცემი, ესე რომ დავარქვათ, არის მისი დამუხტვის ისწრაფის მხარდაჭერა.
კაბელით ეს smartphone იტენება 100 ვატით, ანუ დაახლოებით 35 წუთში 0-დან 100%-მდე უკვე დატენილია და უკაბელო დამოხტვის მხარდაჭერა აქვს 80 ვატიანი. ძალიან დიდი ციფრებია. ეხლა ძალიან ზოგადად რო შევაჯამოთ. ეს smartphone არის პირდაპირი კონკურენტი Xiaomi 15 Ultra-ს, Samsung S25 Ultra-ს და ნებისმიერი სხვა ფლაგმანის. არც ერთს არაფერში არ ჩამოვარდება, პირიქით მეცაც გეტყვით, ბევრ რაღაცაში ასწრებს და ყველაზე მთავარი რისი თქმაც მინდა, ეს არის ფასი. ჩვენთან ეს smartphone ღირს დაახლოებით 3400 ლარი, მაგრამ ქართულ ფასებს ალბათ არ უნდა ვიღებდეთ და უნდა ვადარებდეთ ზოგადად სტანდარტულ ფასს. ამ შემთხვევაში ამ მოდელის ფასი არის $800 და თუ ვადარებთ 25 Ultra-ს, რომლის ფასიც $1200-ია, ასევე Xiaomi 15 Ultra-ს, რომლის ფასიც ამასთან ერთად არის $1200, ვიღებთ იმ შედეგს, რომ $400-ით ნაკლებ ფასში იღებ ან ზუსტად იგივე, ან უკეთეს შედეგს, ვიდრე გაძლევს ის smartphone. ამ smartphone-ის შესახებ განხილვის ვიდეო ჩემ TikTok-ზეც დავდა, შეიძლება ნახეთ უკვე და რამოდენიმე დაწერა, რომ რატო ურჩევ ესეთ ნაგავს smartphone-ს ხალხს, მქონდა Honor-ი და ჭედავდა, ეს Honor-ი არ გექნებოდათ. ეს არ გაგიჭედავდათ, აქედან დავიწყოთ, ბიუჯეტურ სერიებზე, Honor-ის ბიუჯეტურები რაც გამოდის, 9 X8C, B, შმე და ასე შემდეგ. ბიუჯეტურია, არაფრით გამორჩეულია და იგივეა რაც დაახლოებით Samsung-ის A სერია, რომელიც ნორმალური smartphone უფრო არის, ვიდრე კარგი. ზოგადად რო ავიღოთ საქართველოში ხალხმა იცის სულ რამოდენიმე ბრენდი. Apple, Samsung, Poco, Redmi, Realme და ასე შემდეგ. Apple და Samsung უფრო ბიუჯეტური სერიები, A სერიები, iPhone-ები, Pro Max-ები და ფული ვისაც აქვს არენანება, ყველა რა თქმა უნდა მაგას ყიდულობს და ეს Poco-ები და ასე შემდეგ უფრო დაახლოებით 1000 ლარიან ბიუჯეტში, ვისაც უნდა სათამაშოთ. არა და სათამაშო არ არის. Gaming smartphone-ების კატეგორია არის ცალკე და მასში არ შედის არც iPhone-ი, არც Samsung-ი და ასე შემდეგ. მასში არის Asus-ი, Red Magic-ი და რამოდენიმე კიდე. ამიტომ თუ რომელიმე Honor-ი გიჭედავდა, ის იყო ბიუჯეტური, იმას ამუშავებდი ისე, როგორც არ უნდა გემუშავებინა იმ თვალსაზრისით, რომ არის ბიუჯეტური აწყობის ხარისხი, არ უარგა გაგრილება, არ უარგა ჩიპსეტი აქვს რაღაც 98 წლის წინანდელი, რომელიც დიდ დატვირთვას ვერ ერევა და ასე შემდეგ, ეს არის ხალხო ფლაგმანი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო smartphone და benchmark-ის ტესტებით შედის მსოფლიოში საუკეთესო smartphone-ების ხუთეულში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ამასთან ერთად ქულების შეფასებით ესე რომ დავარქვათ, ასწრებს S25 Ultra-ს, Xiaomi 15 Ultra-ს, 16 Pro Max, კიდე ბევრს. აქედან გამომდინარე, ფასიც აქვს შესაბამისი და რაღაცა A სერიას ან Honor-ის ბიუჯეტურს თუ პირობითად 1000 ლარიან 1000 ლარის ფრაგლებში იყიდი, ამას ან მსგავსი სიმძლავრის smartphones მაგ ფასში ვერ დახო. ეს არის ისეთი smartphone, რომელსაც აბსოლუტურად ნებისმიერი კომპონენტი აქვს ისეთ მაღალ დონეზე, რომ უბრალოდ მეტს ვერ მოითხოვ. კამერა გინდა აქვს, 3D ბიომეტრიული Face ID აქვს, ultra-ბგერი თითის ანაბეჭდის სენსორი აქვს. ერთადერთი მინუსი, რაც ამ სამდღიანი გამოყენების შემდეგ შემიძლია გითხრათ, არის ეს კამერის ზომა და ადგილმდებარეობა, იმიტომ რომ ამ ხელა ზომის მქონე smartphone მე პირადად მიჭირავს ყოველთვის ეს თითი აქ მაქვს. ამ smartphone-ის შემთხვევაში ეს თითი პირდაპირ ედება კამერას. ისვრება, არაფერი არ უნდა ჰუერთი და გაწმენთ, მაგრამ მაინც არაკომფორტულია. და უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობია მსგავსი კამერები, მაგალითად Xiaomi-შიც გვხვდება, Vivo-შიც, Honor-ში, კიდე რამოდენიმე ბრენდში ჩინელები აწვევიან ახლა ამ მიმდინარეობას. ძალიან ბევრს ვიზუალის მხრივ არ მოწონს, მაგრამ ვიზუალის დედაც ვატირებოდი ესე დავარქვათ, იმიტომ რომ შესაძლებლობები ამ კამერას აქვს მართლაც ასწაული. მოდი გავიდეთ უკვე ვიდეოს ბოლოსკენ და ჩემს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა ამ smartphone-ში 3400 ლარის გადახდა. ჩვენთან ეგრეღის ისე $800. $800-ში ალბათ მსოფლიოში საუკეთესოა. მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, 3400 ლარში შენ მოგდის არც ისე ბევრი smartphone. ერთი არის 16 Pro Max-იც არა დაჟე. Pro, ამასთან ერთად 25 Ultra არ მოგდის, იმიტომ რომ დაახლოებით 300-400 ლარით მეტი ღირს ამაზე და იდეაში ჩვენთან რეებიც არის ხელმისაწვდომი, მე მგონი მაგორი smartphone-ის გარდა არც ერთი არ მოგდის. iPhone-თან ესე ერთ-ერთში ვერ შევადარებ ზოგადად Android smartphones, იმიტომ რომ ის სხვა სამყარო არის საერთოდ, იმას სხვა სისტემა აქვს, ეკოსისტემა ასე შემდეგ, ამიტომ თუ iPhone-ის მომხმარებელი ხარ, ამას არ გირჩევ. წადი იყიდე ეგრევე iPhone-ი. რაც შეეხება თუ ფიქრობ S25 Ultra იყიდო თუ Honor Magic 7 Pro, ბუნებრივია S25 Ultra ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემთვის ეგ სერია არის ჩავარდნა, იმიტომ რომ
ძალიან ბევრად მეტს ველოდი წინა ეს 24-თან შედარებით, ვიდრე რეალურად მივიღეთ. გაუმჯობესება იყო დაახლოებით 2%. ფასთა სხვაობა არის 800 ლარამდე და 800 ლარის გადახდა ეხა იმიტომ რომ რაღაც იქ ერთი კამერა ქონდეს ოდნავ უკეთესი და მეტი არაფერი. ბევრი რაღაც უფრო მინუსი აქვს ვიდრე პლუსი, თუნდაც ის რომ ეკრანის მატრიცა დატოვეს ზუსტად ის რაც შარშან ქონდათ და ბოლო თაობის ეკრანის მატრიცა მიცეს 16 Pro Max Apple-ს, ანუ თვითონ არ გამოიყენეს, სხვას მიცეს. რა გამართლება აქვს ამას არ ვიცი. ამასთან ერთად S Pen-ს ამ კალამს Bluetooth-ი საერთოდ გაუთიშეს. რა ვიცი, უკან უფრო მიდიან მე მგონი ვიდრე წინ. ამიტომ ძალიან ზოგადად S24 Ultra-ს უფრო გირჩევთ ვიდრე 25 Ultra-ს და რაც შეიძლება 25 Ultra თუ S ალბათ უფრო ეს. ეხლა ჩამოგითვლით მიზეზებს. მაქვს უკეთესი კამერა, ნუ ხარისხობრივად შეიძლება ერთ-ერთი იყოს, მაგრამ ნუ წეგან როგორც აღვნიშნე, დამუშავება ამის უფრო მომწონს. ამასთან ერთად უფრო მომწონს Magic OS-ის სისტემა, უფრო ოპტიმიზირებულია ვიდრე One UI და ამასთან ერთად მაქვს უკეთესი ელემენტი. დანარჩენი ultra-ბგერითი ითითის ანაბეჭდის სენსორი იქნება თუ სხვა, 25 Ultra-საც აქვს და ამასაც. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ჩემი აზრით დავაფიქსირე სმარტფონი გაგაცანით. კომენტარებში შეგიძლიათ ამიწეროთ შემდეგ რომელ სმარტფონს ისურვებთ ჩემს განხილვაში, უბრალოდ ბიუჯეტურები, A სერია და ასე შემდეგ არა. არ გირჩევთ, კი შეიძლება განვიხილო უბრალოდ როგორც სმარტფონი, მაგრამ არ ვიცი. ვერ გირჩევთ მაგას თუ გინდათ რომ გქონდეთ კარგი სმარტფონი, თუ გინდათ Samsung-ი გიჭიროთ ახალი და ბიუჯეტური, ერთადერთი გამართლება აქვს ეგ. ზოგადად, თუ გინდათ კარგი ბიუჯეტური smartphone გეჭიროთ და არა ნორმალური ბიუჯეტური smartphone, ამ შემთხვევაში უნდა იყიდოთ მეორადი S სერია, S21, S22, S23 და არა ახალი A55 და ასე შემდეგ. ძალიან ძვირია A55-ისთვის 1000 ლარი. არ არის ეგეთ მონაცემებზე. დაგემშვიდობებით, ვიდეო თუ მოგეწონათ, დიდით ხომ იქნება დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ სარისხილო კი, ისურვებთ ყოველ წარმატებას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.